გურჯაანში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნა. მუნიციპალიტეტს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მოქანდაკეები ესტუმრნენ. სიმპოზიუმი გურჯაანში 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა ნებისმიერ დროს შეეძლება. აღსანიშნავი არის, რომ პარალელურ რეჟიმში ასეთი სიმპოზიუმი რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად იმართება. სოფლიო მიცის უკვე გურჯაანის სოფლიოს მოქანდაკე მხატვრები გურჯაანში უკეთდება უკვე მეორეც შესანიშნავი ღონისძიება, რასაც ჰქვია სიმპოზიუმი ქანდაკების. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე ვესწრები აქ შარშან ჟიურიშიც ვიყავით. აქ არიან ძალიან კარგი მოქანდაკეები ჩამოდიან, ეს არის ბლიც. მოკლე დროში უნდა გათალო ქანდაკება და ეს თუ პროფესიონალი არ ახარ და თუ არ იცი ძალიან რთულია. ჩვენი მომავალი თაობისთვისაც არის ძალიან შესანიშნავი ამბავი და საერთოდ გურჯაან კახეთისთვის და აი ზუსტად ტურისტები არიან, ხალხი გერმანელები მოვიდნენ, უყურებენ. რაღაცა ხდება აქ, საოცარი ქანდაკებებია. და მე უნდა მიულოცო, მთავრობას მადლობა უთხრა, რომ აი ესეთ რაღაცას აკეთებენ. თითოეული ახალი ნებისმიერი ღონისძიების წამოწყება, მისი განვრცობა და ხორცშესხმა უკვე წინსვლა არის. ძალიან საინტერესო ახალ იდეებს ჩაეყარა საფუძველი. ამდენი მოღვაწე, ამდენი მოქანდაკე, ამდენი უცხოელი ჩამოსული, ამდენი ნაკეთობების შექმნა უკვე სიმდიდრეა. დაახლოებით ახლა 30-ზე მეტი არის. სხვადასხვა ფორმით გამოხატული. თუნდაც მევენახეო მეღვინეობის ხადი, თუნდაც კულტურის ხადი, სპორტის ხადი, სხვადასხვა ფორმით ეს უკვე მნიშვნელოვანია. გურჯაანში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გავხსენით. მოქანდაკეთა სიმპოზიუმი გურჯაანში უკვე მეორედ იმართება და მისი სლოგანია გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი. პროექტში ჩართულია როგორც ადგილობრივი ქართველი, ასევე უცხოელი მოქანდაკეებიც, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში თავიანთ ესკიზებს სპეციალურად განთავსებულ გარემოში შეასრულებენ. მოქანდაკეთა სიმპოზიუმი 15 სექტემბერს დასრულდება და ნებისმიერ სურვილს ექნება მისი დათვალიერების საშუალება.